გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ძალიან კარგ განწყობაზე ვართ ყველა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის განსაკუთრებული დღე. ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს, იმიტომ რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. მე ვფიქრობ, ალბათ გრძელვადია პერსპექტივაში, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფა გრძელდება. რა თქმა უნდა, თან ალჟირმა გუშინ რუსეთი გააგდო. ეგეც არანაკლები ნიშნავს. რუსეთში ესეთი გაერთიანებული ერთსულოვანი ქართველი არის, არ მინდა. არა, ფეხბურთში გაგდება, რომ შველოდეს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ გაერთიანება. რას მეუბნები? აი, არ არა, მარტო მაგას კარგ განწყობაზე. ყოველ შემთხვევაში ამ დღეს ველოდით მოვესწართ, ვიცინით აღარ ტირით ჩვენ. დიდი მადლობა, ვინც მოიყვანა ამ დღემდე წლების მანძილზე შრომით, ბრძოლით და ყველაფრით, ყველას დიდი მადლობა და იმედია ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენ თითოეული მოქალაქე, იმიტომ რომ თითოეულ მოქალაქეზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული და არა მარტო მთავრობაზე. მოვიქცეთ ევროპულად, იმიტომ რომ ეს არის კანონის, წესიერების, ზრდილობის და იმის მომცველი. აბარა. და ძალიან მინდა რომ ევროპამ გაიგოს ნიყვის შესახებ. ეგ მეორე ბლოკში გავაგებინოთ. პირველ ბლოკში უნდა გაიგოს და უკვე გაგებული აქვს მე მგონი რომ თევზაობის საერთაშორისო დღეა, ხო? გუშინ იყო უბრალოდ. გუშინ იყო თევზაობის საერთაშორისო დღე და მე ლისის ბაზე მერიკოს მივაკითხე და ცხოვრებაში პირველად ვითევზავე. შენ პირველად დაჭერილი ყავს. მეც ასე მგონი. კი, პლატი. კი. ცოტა ისეთი ლამაზი მუგლი. ხო, შავი ოქრო. ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიოში. შავი კალმახი. მართალი. ხო და მე მაყურებელნაც ნახოს ის. ხო, ნახოს აუცილებლად, როგორც ჯერ დავიწყებ პროცესს ვაჩვენებ, რას ვაკეთებ. თევზს ვაკეთებ, იმიტომ რომ როგორც თქვით, თევზის საერთაშორისო დღეა თევზაობის. დავიჭიროთ დავხოსოთ. თევზი ძალიან აქტუალურია ეხლა ჩვენთვის, იმიტომ რომ მარხვაა, ხო და თევზით არის ხსნილი, ანუ ოთხშაბათს და პარასკევის გარდა იჭმება ყოველ დღე. პარასკევი არის დღეს და დღეს. ეს ყველაფერი? კი, გავიგე, დავაზუსტე. პარასკევია დღეს. და მოდი მოვამზადოთ თევზი, კალმახს ვამზადებთ. კალმახი ყველასთვის ადვილად მოსაპოვებელი, იაფი, გემრიელი. ჩვენ საზანი დავიჭირეთ. ჩვენ საზანი დავიჭირეთ. მე ხარ გარდაიქრა გზაში. არა, ჩვენ საზანი დავიჭირეთ. და მე მივირთვით კიდეც, მაგრამ ეს კალმახი არის, იმიტომ რომ აღარ დარჩა საზანი, ერთი ცალი. დაიჭირეთ მივირთვით? მივირთვით და ძალიან გემრიელი. და გეყოთ მე? მე დააჩის გვეყო კი. ორი იყავი? ნახე მერიკო რითი აპირებს რომ კალმახი გააკეთოს. ხო, ეს გარნირები იქნება, ნახე რა ლამაზია, წვანე პომიდორი, ახლა რო გავჭერი, ნახე რა ლამაზია. ყვახი არის, ჯერ დავუწევ. ყვახია, კი. ეს გარნირი იქნება. ეს თევზთან ერთად იქნება გარნირი. ანუ თევზს ვაკეთებ წვავ, კარტოფილის, მოხარშული კარტოფილის სალატს გავუკეთებ გვერდზე და პომიდორის გარნირს. პომიდორი მინდოდა ჩერი მეპავა, მაგრამ რაღაცა გაწყდა დღეს თბილისში ჩერი ვერ ვიყო და დიდი პომიდორი წამო. ბატონო? როგორი სახით იქნება გარნირი? აი გაჩვენებ ახლა. თუ გაინტერესებს გაჩვენებ. თევზაობა ვნახო. დავჭრათ. ვერ იწვე, ხო, ერთსული. თევზაობა, ჩი მოდი ჯერ პროცესს ვეტყვი მაყურებელს და დრო რო დამჭირდება, მე გადავიდეთ თევზაობაზე. შენ აქ მოგინდა ყოფნა ოქრო. რა, იქ აბარა, ისა ვარ, ყველა ევროპაში მე იმაში რა ქვია, რაღაც იზოლაციაში ეგრე არ არის. კაი, იყავი ჩვენთან. მოკლედ, რისთვის გვინდა პომიდორი? შევაცხოთ უნდა ღუმელში და ცოტა ხანი დავტოვოთ. ეს მოდი რაღაცაში გამოვიყენოთ ეს გვიდას. შხაპუნაზეთი. ხოდა შხაპუნაზეთი. კარგია, რატო არ ვიყენებთ ხოლმე ცოტა ვერ. გვავიწყდება, რა ქვემოთ გვაქვს. კარგია. ეს ხო, აი მაგას ვიზახე ზუსტად ეს ბოში. მაგისთვის არ არის განკუთვნილი. დავალაგოთ ეს პომიდორები, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევაცხოთ. ნუ წითელს ალბათ ნაკლები დრო დაჭირდება ვიდრე მწვანეს. მაგრამ მწვანე პომიდორი ყველას გირჩევთ რომ ავიტაცოთ, იმიტომ რომ აქვს თავისი რაღაცნაირი აი სიტკბილი და მჟავე რაღაცნაირი გემო აქვს ძალიან. გემოს გარდა. პომიდორია რა, ყველა კეთილთვისება რაც პომიდორს აქვს. თქვა და ეს ცოცხლად რო ჭამა. რაღაცას კითხავ მერიკო, თუ გახსოვს, იმიტომ რომ მე დამავიწყდა ერთი წუთით ამას წინათ, მაშინ ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა შენ მწვანე პომიდორი, მოწვი სოუსი რო გააკეთე. ნიორი და კინძი ქონდა. ნიორი, კინძი, მწვანე წიწაკა, პომიდორთან ერთად მოწვით წიწაკა, თუ გახსოვს, ცოტა ცეცხლის გემო რო ქონდა. და ეს ყველაფერი დავაბლენდერეთ, ხო. იმიტომ რომ ამის დრო მოვიდა და ტყემალი ცოტა უკვე მოგწყინდა, ხო, ახალიც ძველიც, ყველანაირი შეკმაზული სახით და ერთხელ მკითხა ჩემმა მეზობელმა რომ და დამავიწყდა რომელიღაცა ინგრედიენტი ასე მეგონა და თუმე არ დამავიწყდა. ხო, ეგ იყო, ანუ ერთად ყველაფერი მოწვით, პომიდორიც, ნიორიც, წიწაკაც, ტაფაზე დავწვით. მწვანე პომიდორზე ლაპარაკი. ხო, მწვანე პომიდორი და შემდეგ დავაბლენდერეთ, ცოტა ზეთი იყო და ყველაფერი. დარჩა ერთად. ერთად.
მოკლედ ეს არის ტყემლის სახეობა, ესეთი მუსი, რომელიც მაცივარში ინახება და არის ძალიან გემრიელი საკმაზად. მოკლედ შევდგით ახლა ეს პომიდორი ღუმელში და აქეთ ძიმა ერთ წუთით მიმიშვი, თუ შეიძლება. მიმიშვი ღუმელთან. მიმიშვი ღუმელთან. ზეთს ვასხავ ტაფაზე. დიახ. კეთრი დაიწევ შეცხელი. ანდა მოდი ეს თევზისთვის გამოვიტანოთ და აქ დავასხავთ ესეთი პატრატა. ეს მღერის. ესეც ხო მოხარშული კარტოფილი მაქვს, ახალი კარტოფილი მოხარშული. ას არაცლი? არა, კონდეს. კარგი. მომეწონა. ბავშვობაში მომიყურებ, ეხლა ძალიან. რატო გამომიწე? ბავშვობაში გქონდა ისა, ქვაბებით თამაშობდი? მე ვთამაშობდი. აი მე. ერთ-ერთ არხზე მუშაობდი და კრივის გადაცემა გავაკეთეთ. და უცებ გაახსენდა რეჟისორს, რომ ეთერში როცა გადიოდა, გაახსენდა, რომ ისა რა ქვია. გონგის მიწერა დაავიწყდა. და უცებ გაიქცა, მოიტანა ქვაბის თავი, ისა რა ქვია, კოვზი და მიქშერი გაახსენა, ბომ, და გადაცემა დამთავრდა. ასე რომ დიდობაში ვთამაშობდი. მაჩვენე და გაჩვენებ როგორ, მოდი, მომეც. აი, ორი ტაფა გვაქვს, შეგიძლია არა, მოსახური. აჰა. ყოჩა. სუდა დამთავრდება დღეს გონგაობა. სკოლის დირექტორი. კარგი, ვახურებთ ამ ქვაბს, რომელშიც ზეთი გვაქვს. არა, მე ვარ საბავშვო ბაღის გამგე ხა. მაგით იმშვიდე თავში. აი, ვარ მეთოდისტი. ბალაგეთ კარტოფილს, რა ცოტა მოვწვათ ეს კარტოფილი. კარტოფილი უკვე მოხარშულია თავისი კანით. ცოტა ხანი რა ეს აშიშხინდეს. რაღაცა დაიწყო. გამოიშიშხინებს ახლა. გამოდერი ძიმა. მეთოდისტი. ყველა ჩემ ადგილას, ყველა ჩემი ადგილი უნდა. რა მე ხავსზე დაждები. ყველაზე მეტად რატო უფეშინოდა სასწავლო ნაწილის სკოლაში? არც მე დირექტორისაც არა, მეშინოდა. იმიჯით რაღაცნაირად არჩევდნენ და იმიტომ. თევზობა არ ნახოთ? ნახოთ ხო? მიდი აბა. კარგი, ნახოთ. ჩართეთ პირი. მეც მაინტერესებს. ვიპოვე როგორც იქნა ჩემი მერიკო განდეგილი საქმეს აკეთებს ლისის ტბაზე მუშაობს მერიკო შეეშვი ცოტა ხანი საქმეს და მომაქციე ყურადღება ის საყვარელო როგორ ხარ თომარი მყავს თომარი კი არა რა მაგარ ადგილას ხარ მოგწონა ძალიან კარგი აქაურობა სიგრილია სიგრილე ჰაერი ეკოლოგიურად სუფთა თბილისიდან მოწყვეტილი კარგია საჭმელი არ გაგისინჯო ხშირ ხო და იმედი მაქვს რომ ეხლა რომ მორჩებით საქმეს გამასინჯებ გაგასინჯებ რა მომედით იცი აბა მომიწევე რა ხდება დღეს მოდი აი აქ თევზაობენ ხო თევზაობენ და პარასკევს არის თევზაობის საერთაშორისო დღე რა მაგარია მერე პარასკევს და ხუთშაბათს ხო და არ გინდა მოვსინჯოთ ჩვენს ბედი დავიჭიროთ რამე იცი რომ არასდროს არ მithევზავია არა საერთოდ არა აი საერთოდ არა ბავშვობაში ხელი დამიჭერია კალმახი მდინარეში ხელი ხო მაგრამ ეგ რა თევზაობაა ეგ მაგარი თევზაობა ეგ ძალიან არა ეგ თევზაობა ეგ ნადირობაა ნან ფაქტიურად იცი რა გავაკეთოთ მოვსინჯავ ვერ შეკვირდები რომ რამეს დავიჭერ მაგრამ სი ძალიან მაგარია და რა ვფიქრობ ნავებით რო გავიდეთ აი ნახე ნავებით რო არიან გასული ნავებით გავიდეთ ხო არა როგორ გავიდეთ ნავებით ეხა ამ კაცს ვეკითხებოდი მე თევზეს და ეხლა არისო კარგი დრო რა 4-5-ის მერე უკვე თევზი არისო წავედით ჩქარა წამ წავედით აუ რა მაგარია მე სადავშე რო არ გადავყირავდეთ იქი და ანკესები თქვენ დაიჭირეთ რომ ყველამ წაიყვანოს თავი ჯერმაჯექი ნელა დადე ანკესი თუ ყავდა სიმდიდრე დადე უკან სიმდიდრე ოჩაღი აჰა ეხლა ნახე აი ეს დაიჭირე მერიკო აი ესე მოგაწვდი ერთი ერთხელში მეორე მერე და კაუჭები არ გამოგედოს მაინც ფთხილად აი ამ თოქსაც მოკიდება რემ ხელი მადლობელი ვარ ძნელია რა არა ძნელი ვაფშე არა უბრალოდ იცი რა არის წონასწორობის დაჭერა უნდა რა გახსოვს ის კადრი ქეთო და კოტედან პედაგოგში ჩვენი ნავი მიაპოვდა ლისის ტბის ტალღებს ხა კოცნის შუქებაზე რა მოგახსენო მაგრამ ვეცდები რომ თევზი გაჩუქო მომეც ჩემი ანკესი გენაცვალე დავიწყოთ გაჩერდი ერთ წამში ისვენე მან მეცა შენ მოიცა ჩიტონა ერთი წამი აი ეს დამიჭირია იქ სადაც მიჭირავს ლისკა
ლესკა. ჩემი ბრალი არ იყო, აქეთ ვიყავი. ჩამიყარა წყალში ყველაფერი. ეს ქალები რა. თავიდან ვერ გაიგე. ქალი უნდა იყოს კუხნაში. სუეგა ხარ? ერთი წუთი ეხლა რა. სუეგ ხარ? გაჩუნდი თევზი არ დამიფთხო. აჰა, ეს იყოს ეს ეხლა ხმარ გავიგო შენი. ნაიცა. შენ ეს დაიჭირე მაშინ. მოიცა მეც მინდა გაქნევა. ვერ გაიქნე, უნდა წამომაგო. კი გავიქნე. გავუშვი კაცო მოკიდე ამას ხე. გავიქნე. მოკიდე ამას. მინდა გაგასიკვდილე, მე წამომაგებ. არ წამოგაგებ. მიდი მაშინ. მე მგონი მსხვერპლის მონაწილე გახდებით ეხლა თქვენ. ეხლა მიაკანჩალავებს იქ და როცა მიაკანჩალავს, ესე იგი წამოეგო. შენი რა ქვია ტივტივა მოდის ჩემსკენ, მოიცა ცოტა, მოიცა იყავი მე მოვწევ. იყავი? აი წავიდა, ხომ დაიჭირა. ამოწია, მე მგონი მოყვება რაღაც. არა, იცი რა, მე მოვაბი ცოტა პური. და მაგის იმედი მაქვს, რომ ჭიაყელა სიმართლე გითხრა არ მიშოვია და. ხო და პურზე მოვა თევზი. პურზე როგორ არ მოვა თევზი? პურზე მე მივდივარ და თევზი არ მივა? შენა და რა უნდა მაჭამო? აი ახლა რასაც დავიჭერთ, მე ის უნდა შევწოთ. ანუ თუ თევზი ვერ დავიჭირებ, შევსტოვებ? არჩიში. შანსი არა. ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. ერიკო, თუ რა იცი? ძალიან კარგი. ფეხები რო გაგიკოჭო მაინც, იცი? ამასობაში დავიკუნთე, იცი? დენდია. აუ მერიკო. და შეგეძახო. შენა ძალიან გეწყინება. რა? აი შანსი. აი რა მოხდა? შანსი. მე დავცოტა ხარ მე სუზა. შენ? არა, იყოს ნაპირზე ქენი. ახლოს რო ვიყ. არა, ახლოს. ვიზა. აი არ გინდა. არა, ხოწე. მოიცა მაშინ, დაჯექი და გაგიცვლი ადგილს. შენ წადექი და მეც ავდექი. არა, დაჯექი რომ წონასწორობა გადავიდეს, დაჯი. მოწი. ეგრე შეტრიალდი დაჯექი. კალთაში არა, იქით. ხოჩახ. წავიდა. ხოჩახ. მიდი. არა, მიდი, გიყურებ. აი ესე. კარგი ხარ. მიდი მერი. მიდი. ეს ყველაფერი თევზი აგავდარჩა ტბაში, მიდი, რა დროს თევზია, მიდი მერი. ნუ ხო, ჩაყე და გააჩერე. აჰა. ყოჩა, რა ესე გუნდურად. თევზი რა? თევზი, აბა ჰე. ოიცა. აი მე დაიჭირე, დაიჭირე, რა მაგარი ხარ. შენი გაჩერდი. მოისმენი. მოდი აქა. მოდი. ამოწია. მოიცა გაჩერდი. რა მაგარი, არ მომყავს შენთან, არ მომყავს. აჰა. ეს რა თევზი დაიჭირე? ეს არის საზანი. აი ამას არა უშავს, რას გიზავ, შენ კიდე თევზია. ამას რამე უნდა. კარგი. აუ გიჭია. მომაშორეთ ეს კალი. ეს პოვარი ესა მომაშორეთ აქეთა. თუ არ გირტყა ეს ცოცხალი თევზი ნახავ, გაჩერდი რომ გავაჩერო. გაჩერდი. დაჯექი მან. ჩემი მას მოკიდე ანკეს ხელი. ანკეს. სულ აი ხა დაწყნარდი. ამას თავს შევაყოფინებ რომ ამან არის ფართხალოს. აჰა. დაწყნარდი. მერიკო თევზის ფართხალის ეშინი ეგეთი არაფერი გამიგია. სულ გავდივართ, ნახე. გავდივართ. რა თევზია, იცი მაგრამ? საზანს გავდა, რა ვიცი მე ხა სოლოღაშვილი რო არა ვიცი. საზანი, ხო? საზანი მე მგონი გემრიელია გრილზე. გაგაგრილებ მე თევზის გეშინი ამ ხელა ქალს. მოგიფარცხალდა. კუდი გამოაჩინე. კაია. ეგა. შევწოთ ახლა, ხო? როგორი ესეთი სუნი აქვს რა რაღაცა ის. ტბის.
ტბის. მეთევზეების გაყრები ხო იცი, შარშან მე რო ვიყავი მან აი ეგ რა არის, არჩილ, აი ამ ხელა თევზი რო დავიჭირე. დიდი ისინიც არის. ასლაპარი. არა, ერთი რამე ვიტყვი. დიდი ხანია აჩიკოს ასეთი კმაყოფილი სახე არ ქონია ეთერში. შეხედეთ როგორ. ძალიან კარგი იყო რაღა დაგიმალო ზოგადად ყველა გასვლითი ამბავი ხო ძალიან ხიბლავს და არა მარტო მე სრულიად საქართველოს იმიტომ რომ ხო რა გამოხმეურებაც აქვს ხოლმე ჩვენს გასვლით გადაცემებს ფაქტია ეს იყო პატარა კუსკუსა მაგრამ ჩვენ არ გიშლიდით ხელს ამყაყარებდი შენ ბაია ვინმე სუშლი ხელს მართლა მაგარი იყო მე ძალიან მომეწონა პირიქით რაღაცა კარგი იყო ჩემ მეთოდისტი ბა იყო და უნდა გამოგიწყდეთ არა ვარ მე ნამყოფი აი ამ განახლებულისა და აუცილებლად ავალ. აი აუცილებლად. სულ ვაპირებდი და აი ამ იმან მე მაგამოს დადიხვალ 8 საათზე ბრაზილია ჩილეს უკური რა. აი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა რა გააკეთე ამას. ცოტა დრო დაგვრჩა? ხო პირველი ნაწილის ბოლომდე მერიკო. დღეს ევროპაში შევედით და ცოტა გვიან გაშევედით. აი სწრაფად მაშინ მოკეთ კარტოფილი რომ მოუწევთ ეს ნახა მაყურებელმა. კრაბის კიბორჩხალას ესეთი ჭირები რო იყიდება ისიც ჩავყარე. ერთად მოდი დავჭყლიტოთ ახლა ეს ისე რომ. მაგაში მაინც ძალიან დაჭყლეტილი ნუ იქნება, მაგრამ ასე თუ ისე ის იყოს. მომეც ბაიკო მაგას ვიზა. და დაჭყლიდე ვიჯო. სწრაფად მინდოდა. სწრაფად ამაზე რატო გონია რომ ბაიკო სწრაფად დაჭყლიტავ და ვიდი ათქო დავიდე წყლეტაზე ეს. მადლობა დინო. და ვურევთ დაჭრილ ხავხს, წვანე ხავხს და ქინძს. ეთეში გაქვს პასუხი თუ დაველოდო რეკლამას. აი ეხლა გიპასუხო თუ რეკლამას დაველოდო. თუმცა დავიწყებული აქ. გვარდიშია საჭირო. მოდი აჩი ესე ჩაგიყარე ხა ტილი მოგონებების დალია, ხო იცი? გასაკვირველია კაცო 46 საათი. ყველაფერი მაგ გავლილი. დიმიტრი. ხახვი კინძი. კინძს წვნითო? დიმიტრი, გადი ევროპიდან. აცალეთ, გადი ევროპიდან. ვერ გამაგდებ ერთად, ევროპაში ვარ. საქართველოს დაუბრუნდი, მიდი. ლიმონის წვენი. ასავითავა. ერთი წუთი რამე არ გამორჩეს მაყურებელს. ლიმონის წვენი. წვნიდე. ესე ლიმონის წვენი. მოურიო უბრალოდ. მარილი. მარილი. ესე ვიზა. კრაბი რო არ კონდეს უფრო კაი იქნება. შენ კრაბი ხდება ძალიან ინტენსიური გემო არა აქვს. რაღაცაში თო ეს რეალურად არის გარნირი. ეხლა გადავიდეთ თევზზე. ვეტერანული გაჩვენა. ვაი მე ძალიან ხელს მიშლი. მე მაგისტრის ავარ ძირითადად აქ პარასკევს. ევროპაში. აი თევზი. ნახე თევზი, ახალი თევზი უნდა იყოს ესეთი მაგარი. გაშლილი ესეთი არის. აი ესეთი არის. ანუ არ უნდა იყოს რბილი, მორბილებული, თუ არის ჩათვალეთ რომ ძველია. კი. აი ისიც მაგარი გაშაშებული იყო იქ ანკერსები. იმიტომ რომ იმ წამს ამოვიყვანეთ. თევზს რო იჭერ, უნდა ჩაცხუეგრევე თავში. რო არ გიგბინოს ხო? არა, ნავიდან გადაგიხდება. მოვაცალოთ ეს ფარფლები და ზედმეტი ნაწილები ამ თევზს. მაკრატელი თუ გვაქვს უმჯობესია, უფრო კარგად იჭრება მაკრატლით. მე მაგ ნუნების მაკრატელი გინდა? სუჯიბი დაკ. კუსაჩკა ძიმა გააძრე, კუსაჩკა. მერიკო, აქ ცოტა ზეთი დარჩა და ბოთლებს გადაგდები მინდა. ბაია, უნარჩვენო წარმოება, მიდი ბაი, იმაშიც გაანაწილე ცოტა რაღაცაში გამოვიყენე. რამე არ დაჩეს. მოვედით, დედასმიც არ ბაიკო ცდილობს დაცალოს. ეს აურა ჩაან. გადავყარე, რომ იცოდეთ. ამდენ ნარჩენები რა არის? გადაყარე გაანთავისუფლე. ბაიკო, კაი ყოფილა ზეთი თმისთვის და სულგინა ცოტა შევიზიმა. და ტაფიდან ცოტა შეცხელებული საერთოდ მივიდა. დიმიტრი. დიახ. დავსეროთ ესე ეს თევზი. ტაფაზე ალბათ შეგიმჩნევთ, რომ იწება ხოლმე თევზი, მე რეფორმას კარგავს რაღაცნაირად. ხო. ესე თუ დავსერავთ, ფორმას შეინარჩუნებს, თან ამას შეგვიძლია რაღაცები ჩავდოთ, ეხლა ჩავწეროთ და დასჭერლად სადვილი იქნება. ეს კანი გახდება. ნუ ლიმონი შეგვიძლია ხმე ვაპირებ, რომ ცოტა ქონდარი, ნედლი ქონდარი ჩავტენო, შეგვიძლია ცოტა ლიმონის წვენი ჩავასხა, მარილი, პილპილი და ისე შევწვა. მიდი. თვითონ შეწვას ძალიან ცოტა დრო უნდა და ეგ ხშირად გვითხოვს და არ დავიღლები მაგის ლაპარაკით რომ არ უნდა იყოს დიდხანს ტაფაზე თევზი 5 წუთი აქეთ 5 წუთი იქით არც კი 3 ალბათ ეყოფა გააჩნია რამხელა ეს კალმახი მოდი ლიმონის ისინიც ჩავტენოთ ლემონი მერიკო ბატონო ჩვენ როგორც ყოველთვის ვცდილობთ რომ მაყურებლის შეკითხვებს გავცეთ ყოველთვის პასუხი და ერთი მაყურებელი გვეკითხება არ ვიცი რამდენად უყურებ თურქულ სერიალებს მაგრამ ვიცი რომ თურქულ სამზარეულოს კარგად იცნობ ხო ამ სერიალებშიო ყველა კერძს დესერტის ჩათვლით რასაც აკეთებენ აქვს ყვითელი შეფერილობაო და რატო იცი რატო მაგაც უყვარს ძალიან დესერტი არ ვიცი როგორ აკეთებენ მაგრამ მაგაც ძალიან უყვარს ქარი არა აქვთ მაინც და მაინც მაგ სამზარეულოში მაგრამ აქვთ კიუმინს რო ვეძახით იგივე ძირა
ძირა, ოღონდ სხვა სახის ძირა, სხვა არომატი აქვს და სხვა აი რაღაც სხვა არის რა. და ეს აძლევს ყვითელ შეფერილობას. და ამას გადაყავს უფრო და ბევრ სუნელებს უშვებიან ზოგადად რა, ყვითელ ყვავილს, აი ბევრი გამხმარებოდა და დაფქული უკვე აპრიკას ხმარობენ ბევრს, სუნელებს ხმარობენ ბევრს, ამიტომ ფერს ალბათ ეგ აძლევს. ჩვენ არ გვიყვარს, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ქართველების დიდ ნაწილს ეს ქიუმინის გემო არ მოსწონს. აი, აჩისაც არ მოსწონს. ხო, აი ქარიც არ უყვარს აჩიკოს და სხვა ჩემს შემოცოდა არა და მე თითქმის მე ყველაფერს ძალიან ხმარობ. ძალიან მიყვარს. ცოტა რა თქმა უნდა. ესე იგი ჩავტენეთ ცოცხალი კონდარი და ჩავტენეთ ლიმონი. ეს ნუ უკვე დამოკიდებულია თქვენ ფანტაზიაზე, რა თქმა უძის საჭრეს ამბოში არა ვარ? არა, კონდეს კუდი და შევინარჩუნოთ ის ფორმა რაც აქვს. კარგი, აი და დავამშვიდობთ ცოტა ხნის მაყურებელს. შიშხის მომაყურებინებთ ახლა აი. არა, შიშხინი ძალიან საინტერესო მაყურებელია, სად არის პილპილი? მაგრამ უნდა გავიდეთ. აღარ არის გადავაგდე. კარგი, გავდივართ რეკლამაზე. აი ახლა უყურეთ ბოლო კადრი. ბოლო კადრი. დავდებ და 3, 2, 1. აი, აბა, არ არის ცხელი. არის. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით უკვე სოკოს ნაირსახეობებით.